მიზების სისტემა. ანეს ყბადაღებული ეს შავნაბადა თუ ოქროყანა თუ რაღაც ის კანტორა რატო არსებობს? როგორ შეიძლება იქ ესეთი ფორმატის საუბრები არ შეიძლება სადღაც ხდებოდეს? არ შეიძლება რომ სტენოგრამები არ იწერებოდეს, არ შეიძლება რომ განსაზღვრული არ იყოს ვის რა ფუნქციები აქვს ამ დროს. ბევრი რაღაცა მოყევით ბაზარებში, მაგათ ეს და ძალიან უცნაური რაღაცები მოვისმინე მე მასა შემეშინდა. თუ კი ესე მიიღება გადაწყვეტილებები, ქვეყნის მომავალი ეჭქვეშ დადგება. მოკლედ, ბევრი მომისვენია ჩემ თავზე ძალიან ბევრი ცუდი და ასე ვთქვათ, გაკვირვება ჩემი ძალიან ძნელია, ამიტომ მით უმეტეს იმ ადამიანების მხრიდან, რომლებიც იქ ისხდნენ აბსოლუტურად ვთვლი, რომ რუსულ ჟარგონს ვეხმარ, ატრაბოტოლის ვეხლებ. ანუ მათ იმუშავეს იმისთვის, რაც უნდა გაეკეთებინათ, ამიტომ ახლა მე ვთქვათ, ცალკე აღებული ვერსის მათგანზე გაბრაზება ვერ მოვახერხე. რაც შეეხება გადაწყვეტილების მიღებას და რაც შეეხება ჩემს ვთქვათ მოქმედებას. მე კიდევ ერთხელ ვამბობ, იმ კომისიაზე არ ვიცი რამდენად გასაგები იყო ისმო და მე ვთქვი, რომ თუმცა მკითხეს, რომ თუ თქვენ იცოდით, რომ საქართველოს ხელისუფლება უმცირდება ან რუსეთის ხელისუფლება უმცირდება, რატომ წახვედით ელჩად? ზუსტად მაგით წავედი ელჩად, რომ ვიცოდი, რომ საქართველოს ხელისუფლებაც უმცირდება და რუსეთის ხელისუფლებაც უმცირდება. სხვა გამოსავალი ჩუმად მებრძოლა იმისაც, რომ გადამერჩინა ეს სიტუაცია არ იყო. ნუ არის ეგეთი შესაძლებლობები, მე ჩავთვალე, რომ ქონდა ერთი შესაძლებლობა მილიონიდან და უნდა გავამეყენებინა. მე ამ თემაზე არ ვაპირებდი საუბარს, მანამ სანამ არ დადგა 8 აგვისტო, 7 აგვისტოს ღამე. მე ვფიქრობდი, რომ 7 აგვისტოს ღამეზეც მოყვეთ. 7 აგვისტოს ღამეს არაფერი, მე 7 აგვისტოს გითხარით, 7 აგვისტოს იყო ძალიან საინტერესო ის, რომ სააკაშვილი საკმაოდ არეული იყო, ესე ვთქვათ, მისი ხმა მე 5-ში მქონდა დაბადების დღე და დავპატიჟე სააკაშვილით, რომ გძნობდი, რომ 7 აგვისტოს 5 აგვისტოს ახალ დაბადებული? კი, მე 5 აგვისტოს ვარ დაბადებული და 5 აგვისტოს გაუგზავნე მას მესიჯი, რომ მცხეთაში მეგობრებთან ერთად ვიკრიბები და თუ გეცლება, გამოდი და დამხმარე. უკვე თბილისში, ანუ ის წავიდა იტალიაში, წონაში დასაკლებად. საოცრება, დახტეული ხალხი წავიდა რუსეთის, ესე ვთქვათ, წარმომადგენელი პრეზიდენტის სპეცწარმომადგენელთან საუბრის შემდეგ იმ მომენტში მიიღო გადაწყვეტილება მის თანხმოვანში დაიწერა. მოდი თქვა, ორჯონიკიძე იყო ჩასული იქ. არა, ეს იყო ძალიან ცნობილი რუსი ჟურნალისტი, ძალიან ცნობილი რუსი ჟურნალისტი, რომელიც არის ერთ-ერთი ცნობილი ძალიან ბევრი რუსეთის გარდა ბევრი ქვეყნის კიბის მიხეილ გუსმანი ესეთი ადამიანი. სპეციალურად ჩამოსული იყო იმ მისიით, რომ ასე ვთქვათ, გაეგრძელებინა კონტაქტი, იმიტომ რომ მას აქვს ეს რესურსი ძალიან ბევრი ადამიანთან, მათ შორის ის მეგობრობს, რამდენადაც ცნობილია საზოგადოებისთვის. ყაზახეთის პრეზიდენტთან, აზერბაიჯანის პრეზიდენტთან, ძალიან ბევრი გადაცემა აქვს გაკეთებული მათ შორის პრეზიდენტებზე. და მოკლედ სააკაშვილი წავიდა 26-ში, აი აქ წონაში დასაკლებად და 26-დან მე გადავთვალე, სადღაც ნუ 1 თვის უნდა დარჩენილიყო იქ, სადღაც ველოდებოდი, რომ სადღაც 5 თვის უნდა ჩამოსულიყო. სააკაშვილი დაბრუნდა უფრო ადრე, ვერ გაძლო, იმიტომ რომ საკმაოდ ისეთი რეჟიმი აღმოჩნდა მისთვის, უჭმელობა და უკვე განაახლა ეს თავისი აქტივობა. როცა საუბარი მიდის იმაზე, რომ 7-თან დაკავშირებით და ეს ჩვენი ურთიერთობა უკვე ამის შემდეგ აღარ მომხდარა, 7-ში მე ის მირეკავს 4 საათზე. უკვე მე ვგზნობ რა პროცესები მიდის, ვიცი საით მიდის ყველაფერი, ამაზე საუბრობდა მთელი საქართველო, ამიტომ ახლა მოდი თავს მოვიწყუებთ, რომ ეს პირველად ჩემგან გაიგეთ ის, რომ ქართული სამზადისი იყო. ახლა კიდევ ერთ დეტალს, რომელიც გამახსენდა და დავუმატებ, რომ აქვე მიმდინარეობდა დიდი ნატოს წვრთნები, გახსოვთ ეს პროგრამა თანამშრომლობის და უეცრად ნატოს წვრთნებზე აგვისტოს დასაწყისში უფრო მთელი ქართული ბრიგადა აღარ მიდის და ეს ინსტრუქტორები ჩამოსული, ამერიკელი ინსტრუქტორები აღმოჩნდა, რომ თქვა ბრიგადა უფრო გაქრა. ეს განამდე ხდება, სანამ ესენი ამბობენ, რომ იქ თურმე გვირაბში რუსი ჯარი შემოვიდა. ეს პროცესები მიდის და მე 7-ში როცა დამირეკა, მან უკვე 4 საათი იყო. მე ვთხარი, რომ რა შვებიო მკითხა და მე ვთხარი უცხერდი მართლა რუსულ არხებს, რომელიც ნუ საშინელ პროპაგანდისტულ ეს თქო სამზადით აწყობდა იმისა, რომ აი ახლა დღეს არა ხვალ იწყება და ნუ ეს არა ხვალ იწყება. ზუსტად ესე თქო მომზადებული იმით, რა ქვია, რიტორიკით. და ვთხარი, რომ ეხლა უყურებ ან საიზოლოებას, რასაც ისე თქო პროპაგანდას, რაც მოდის რუსეთიდან და ისევ გაუმეორე რა, რომ შენ არ გესმისო რაღაც ეს გუნდოვანი საუბრები დაიწყო მისი მხრიდან. იყო ძალიან ისეთი განერვირებული, იმპულსური და მას ეს ახასიათებდა ხოლმე რაღაც კრიტიკულ სიტუაციებში, ამიტომ ახლა დიდი ყურადღება არ უმიქცევდა და გავაგრძელე ჩემს სათქმელი, რომ დამაბრუნე თქო მიშა თქო, დამაბრუნე რუსეთში, იმიტომ რომ ვფიქრობ, რომ ხო, და ნუ აი ვინმეს დაელაპარაკე, ვიღაც მოიყვანე, რაღაც ასეთ ფრაზეოლოგიას ისვრის და როცა უთხარი, ვიცი რა, ვის დაელაპარაკო თბილისში, დამაბრუნე მოსკოვში და დაელაპარაკო.
კარგი და უცებ თიშავს ტელეფონს. კიდევ თქვა ამ საუბარში იყო კიდევ ერთი დეტალი უთხარო რა. მე უკვე ხდებოდი რაც იყო და უთხარი რომ დიდი კატასტროფა იქნება, რადგან უთხარი შენ არაფერი არ გესმის. ეს ომია და ასე შემდეგ. ანუ ეს იყო საკმაოდ აღგზნებული ადამიანის საუბარი. ეს არ იყო 7 საუბარი პრეზიდენტის მისეულთან. ეს იყო აღგზნებული, განერვიულებული, რაღაცით მობილიზაციისკენ წასული ადამიანის საუბარი. ამ საუბრის ძირითადი ნაწილი ძალიან სწრაფი საუბარი იყო, ეხებოდა იმას და მოლოდინი მისი იყო ალბათ ერთი რომ მე უნდა მივსულიყავი კანცელარიაში და დამდგარიყავი, სადაც დადგა ძალიან ბევრი ჩინოვნიკი, რომლებიც დღესაც ამტკიცებენ რომ თეთრი ამბობენ შავია. ჩვენ ახლა შუაში ვართ და ის განცხადებები თურმე ჩვენ დაგვესწრა 7-ში განცხადებები, ბიგივე ყურაშვილი რომელიც აკალე მე თუ ცემეს თუ მოკლეს თუ რა უქნეს, მე გააკეთეს მოიყვანეს, არა, მე ვიცი თუ სხვა ისტორიები რა ეს მათ შორის გივით არ გამადი საუბრებიდან ვიცი რომ ნაცემი ყავდა ძალიან დიდი ხნის განმავლობაში მკურნალობდა და იმიტომ რომ ეს თქვა მას დაბრალდა ბოლოს ამ ომის არაჯამთელი თუ არასრულფასოვანი წარმოება. თუმცა ეგ იყო რა 7-ის თემა და მე ამაში ვერაფერს ვერ ხედავ ისეთ რაც ისე თქვა რამე ახალ ნათელს შეძენს საზოგადოებას იმის თაობაზე 7-თან დაკავშირებით. ეს იყო გზა იმისკენ რომ დღეს ჩვენ ხო ვისაუბროთ იმაზე როგორ დავბრუნდებით ან როგორ დავიბრუნებთ ამ ტერიტორიებს ან საერთოდ რა როგორი პერსპექტივა აქვს საქართველოს აი ეს ყველაფერი დადგა თავდაყირად და ფაქტიურად იქნა აფეთქებული. აი საინტერესო ის არის ხო მე მართლა სულ ფიქრობ ახლა თქვენზე დემოკრატია ძალიან ხშირად კრიტიკული და ზოგადად გადაჭარბებული მithქვამს მაგრამ მე სულ ფიქრობდი რატომ აკეთებთ ამ განცხადებებს ახლა აქაგერებს SMS-ები მოდის და იქაც იგრძნობოდა ეს ისა რომ თქვენ რუსეთის უფასო ადვოკატობას გაბრალებენ და ასე ამის მიღმა რაღაცა არის თქვენ დღეს გააჟღერეთ მიანიშნეთ რომ რომ აიქ მასწავლე და 7-ში დამდგარიყავით რაღაც თანამდებობას მოგწევდნენ და კვლავ აი რატომ დაუშვათ აი ამ 7-ში მიხდით რომ დისტანცირებას მე გითხარით ახლა ჩემი მთელი ცხოვრება ბოლო პერიოდი უკავშირდება იმას რომ მე ვცდილობდი მე ვიცოდი რომ ჩვენ უძიმესი დღეები გველოდებოდა სააკაშვილის ხელისუფლებაში მოსვლის დროიდან მე ვფიქრობდი რომ ზურა ჟვანია იყო ის აპირტონე რომელიც გადაარჩენდა ამ სიტუაციას მათ შორის რუსულ-ქართული კონფლიქტი ნამდვილად იქნებოდა თავიდან აცილებული ჟვანია აღარ არის ცოცხალი შესაბამისად იმის შემდეგ მე სულ მქონდა განცდა რომ არა მარტო რუსულ-ქართული ზოგადად საქართველოს პერსპექტივა იყო ძალიან ბუნდოვანი და ძალიან სახიფათო მე ვინახავდი ჩემს ურთიერთობას შეიძლება იქ რო დაიფიცა ქუთაისში მაშინ ვერ მიხდით რომ აი ესე წავიდოდა ყველაფერი ან მის უმეტეს 7 ნოემბერს რესტებოდით რომ რაღაცა ესეთით მოიწმენდა მოდი ეს ვთქვა საკმაოდ ძველი თემა რაც შეეხება ქუთაისში დაფიქსებას თუ გულისხმობთ პირველ ინაუგურაციის თემას მე აი მაგას ვსაუბრობ და ზუსტად მანდა ვარ მე რომ ერთი მე მივხვდი სააკაშვილო გახდა პრეზიდენტი იმ წამს სანამ პრეზიდენტი გახდებოდა 23-ში უკვე ვიცოდი რომ საკმაოდ ძიმე პერსპექტივა გქონდა თუ არა ძალიან ძიმე მაგრამ ერთი შემიძლია ვთქვა რომ სააკაშვილმა ორჯერ მოატყუა საკუთარი ხალხი პირველად როცა მოვიდა არა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ლოზუნგით და მაშინ ეს თემა არ იყო პირველადი აქტუალობის მაშინაც და მეორე არჩევნებზე გამოყენებული იქნა სოციალური რიტორიკა ორივე შემთხვევაში სააკაშვილი მოდიოდა იმით რომ მე გადავწყვეტ საქართველოში სოციალურ ეკონომიკურ პრობლემატიკას გაიხსენეთ კარგად ეს მეორე არჩევნები პირველ არჩევნებში იყო ზუსტად იმიტომ ვიბრძოდით შევარდნაძის წინააღმდეგ რომ მან დაკარგა უნარი კორუფციიდან და წაგებული ქვეყნის რეჟიმიდან ამოყვანისა ხო ორივე შემთხვევაში სააკაშვილის დაპირება იყო არა ის რომ მე აფხაზეთში გადავიტან დედაქალაქს ამიტომ მიეცით თქვენ ხმა არამედ ის რომ მე ზოგადად ნორმალურ ქვეყანას ავაშენებ მაგრამ სააკაშვილმა ძალიან კარგად იცოდა სამწუხაროდ თავისთვის რომ მას მოწინება არ ეყოფოდა იმიტომ რომ ისევ ერთ მაგალითს გავიხსენებ შევარდნაძე მაპატიეთა დაამთავრა გამეყოლა შევარდნაძე მიუხედავად ჩემი მის მიმართ დამოკიდებულებისა შექმნა საქართველოს როგორც ქვეყნის მიმართ ინტერესი დასავლეთის მხრიდან ბაქო თბილისი ჯეიხანის ნავთობსადენმა გააჩინა საქართველოს ზოგადად უსაფრთხოების კონცეფცია და დასავლეთის ინტერესი ან საქართველოს თანამედროვე საქართველოს ჩამოყალიბებაში ითამაშა გადამწყვეტი როლი შევარდნაძე მაგრამ ლენტი ბაქო თბილისი ჯეიხანის გაჭრა სააკაშვილმა და შევარდნაძე იქ აღარ იყო და სააკაშვილმა ძალიან კარგად იცოდა სააკაშვილის ამბიცია ზუსტად ეს არის და მისი პრობლემაც ეს არის და ჩვენი პრობლემაც ეს არის რომ სააკაშვილს უნდა დღეს ის რაც შეიძლება მოხდეს 5 წლის შემდეგ 10 წლის შემდეგ და მან ძალიან კარგად ესე ვთქვათ ეს გაითვალისწინა და აქედან გამომდინარე ის
აგრძელებდა თავის მოქმედებას, ანუ ერთი მხრივ ატყუებდა საზოგადოებას, რომელიც დაინტერესებულია სოციალური პრობლემატიკით, მეორე მხრივ ცდილობდა, რომ თუ სოციალური პრობლემატიკა გათქმა უნდა, რომელსაც დრო უნდა, მუშაობა უნდა, კვალიფიკაცია უნდა, კომპეტენცია უნდა, ვერ გადაწყვეტდა, აი მე გმირულად შევარდები და მე ხალხს ვსვამ, საერთაშორისო ომის დაწყების გადაწყვეტილება მიიღო არა 7-ში, არა 6-ში, არამედ მიიღო დიდი ხნით ადრე. და მთელი ეს გაიხსენეთ ბოლო 4 წელი ხალხო ეხლა ყველაფერს აქვს თავისი ესე ვთქვათ ისტორია, არ შეიძლება კონტექსტიდან ამოგვიდეს და ვილაპარაკო. მთელი ამ დროის განმავლობაში გააფრთხებული რიტორიკა და კიდევ ერთ მაგალითს მოვიყვან და დავამთავრებ ეს ვთქვათ ჩემს